ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანა მთლიანად განადგურებულია. თივით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გუშინ გვიან ღამით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა. ადგილზე მისულ მძღოლებს საკუთარი სატვირთვები, რომლებსაც ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოვებდნენ, დამწვარი დახვდათ. დაზარალებულები მანქანის ტექნიკური გაუმართავების შედეგად გაჩენილი ხანძრის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ შემთხვევა შეგნებულად არის გაკეთებული. Am tოვებდით ხოლმე ჩვენ ამ მაშინებსა და მიდგას უკვე 1 წუთი რა დგას საკანა. სავარაუდოდ თქვენ რას უკავშირებთ ამას? რას შეეძლო გამოეწვია ეს? ხომ არ ფიქრობთ რომ შეგნებულად არის გაკეთებული? შეგნებულად არის გაკეთებული. მე გავიგე უკვე პირველი საათი სრულდებოდა ასე ამერიკის სახში. და როცა მოხვედით უკვე პაჟარგამანდა მუშაობდა და ლიკვიდაცია იყო იმ ცეცხლის უკვე. შეგნებულად არის გაჩენილი პაჟარი. სახანძრო სამაშველო სამსახურის შემთხვევის ადგილზე როგორც თავად ამბობენ გამოძახების შემდეგ დაახლოებით 3 წუთში მივიდა. თუმცა ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად მათ ავტომანქანების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. მეორე ავტომობილს მათი ინფორმაციით ხანძარი პირველ ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის მოწყობილების აფეთქების შედეგად გადაედო. სავარაუდოდ 12 საათისათვის ღამის 12 საათისათვის შემოვიდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ. სახანძრო სამაშველო სამსახური გავიდა დაუყოვნებლივ. ალბათ სულ 3-4 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე აქ რუსთაველის ქუჩიდან სანაპიროდან შევიდა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იწოდა ავტომანქანა ZIL 130 TIV-ის პრესებით დატვირთული. მთლიანად ცეცხლის ალში იყო ეს მანქანა გახვეული და ქონდა მას ბალონებზე, ესე გაზზე მუშაობდა ეს მანქანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ხანძარი გავრცელდა მეორე მანქანაზე, Mercedes-ის სატვირთო მანქანაზე. აგრეთვე დახმარებაზე გამოძახებული იქნა ფეროს სახანძრო სამსახური და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სახანძრო სამაშველო სამსახური იქ და მოახდინა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ლიკვიდაცია მოხდა 4 საათსა და 50 წუთში, გამთენის 4 საათსა და 50 წუთში. ხანძრისგან ეს მანქანები განადგურდა მთლიანად, იქ სხვა ტექნიკა რაც იყო, მოვახერხეთ მათი გაყვანა და აღარ მივეცით გავრცელების საშუალება. დაზარალებულების ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავდა, რომლისთვისაც ისინი გარკვეული ოდენობის მოსაკრებელს ყოველდღიურად იხდიდნენ. კი, ვაძლევთ ფულს და დილას კიდე ჩეკს იღებს ბაზარი. დაახლოებით რამდენს უხდიდით ამ დაცვის წარმომადგენლებს? რა 2 ლარი არის ღამეში. თქვენ რომელ საათზე გაიგეთ რომ ეს იყო და დაცვამ რა თქვა ამაზე? ასე პირველი საათი იყო. და დაცვა აქანა სულ არ არის ახლა და დილას იქით გადასულა ბაზარში და იქ გადასვლას DRK იშოვდა სახანძროში. დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ მხოლოდ ბაზრის შიგა პერიმეტრის დაცვა ევალება და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი მათ ვალდებულებაში არ შედის. თუმცა სახანძრო სამაშველო სამსახურში შეტყობინება სწორედ მათი მხრიდან შევიდა. დაცვა იცავს შპს ყვირილას ობიექტს შიგნით ტერიტორიას. ქუჩას არ. ანუ თქვენ არ შეგევალებოდათ მისი? არ. მაგრამ მე მაინც გავაკეთე რომ მივიღე შეტყობინება დაცვის თანამშრომლიდან, სასწრაფოდ გავედი პაჟანის მანქანას შევატყობინე და წამოვიყვანა და იმოქმედეს. როგორც დაზარალებულებმა გვითხრეს, სამართალდამცავები აღნიშნული ფაქტით ამ დრომდე არ დაინტერესებულან. დეტალების გარკვევა სამართალდამცავებთან ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ცადა, თუმცა მათ აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთეს და სამსახურის პრეს-ცენტრთან გადაკვამის ამართეს. საჯარო მოსამსახურეებს ხელფასი ეზრდებათ. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაიზარდა რეგიონების მასშტაბით გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლების თანამდებობრივ პირთა ზედაზღვარი. ბრძანებულების მიხედვით აღნიშნული ცვლილება თბილისისა და ბათუმის გარდა ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე აისახა.
მუნიციპალურ ერთეულებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლებისათვის განსაზღვრული 2360 ლარიანი ანაზღაურება 2650 ლარი გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისათვის დადგენილი 1100 ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1900 ლარი. გამგებლის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი აქამდე 900 ლარით იყო განსაზღვრული და ის ახლა 1500 ლარია. სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის რწმუნებულის იყო 700 ლარი, გახდა 1290 ლარი. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის 650 ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1050 ლარამდე გაიზარდა. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის 500 ლარიანი ანაზღაურება 810 ლარი გახდა. გამგებლის თანაშემწისათვის სხვა უფროსის საჯარო თანამდებობის პირისათვის დადგენილი 450 ლარიანი შრომითი ანაზღაურება 790 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით აღმასრულებელ ორგანოთა უმცრა საჯარო თანამდებობის პირთა შრომით ანაზღაურებასაც შეეხო და მათი 420 ლარიანი ხელფასები 560 ლარამდე გაიზარდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერჯერობით პრეზიდენტის ამ განკარგულების შესახებ მხოლოდ ელექტრონული ვერსიის მეშვეობით იციან. აქედან გამომდინარე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი არ ხდება. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში მიღებული ინფორმაციით ამ დრომდე ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურაში დასაქმებული 160 თანამშრომლის ყოველთვიური სახელფასო ფონდი 80000 ლარის ფარგლებში ჯდებოდა. ახალი ფონდი კი უხეში გათვლებით 20-დან 50%-მდე მეტი იქნება. აქ არის საგრძნობლად გადიდებული თანხები, დაწყებული სადღაც 20%-დან 50%-მდე არის გაზრდილი ხელფასების ფონდი. ჩვენ ახლა გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, გათვლილი იქნება ხელფასების ფონდი ხელახლა, სხვაობა ალბათ რაც იქნება ჩვენ მოგთხოვს ფინანსთა სამინისტრო და ვინაიდან პრეზიდენტმა აღნიშნული ბრძანება გამოსცა, თან მოაყოლებენ ამაზედაც დაფინანსების წყაროსაც. თანამშრომლების ახალ განაკვეთებზე გადაყვანის პროცესი დროში არც ისე მოკლევადიანი იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ახალი განკარგულება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა, მომატებული ხელფასების ათვლა სწორედ აქედან დაიწყება. ჯერ პირველ ყოვლისა უნდა იქნეს გაანგარიშებული ყველა საშტატო ერთეულების ის მიხედვით ხელფასები ხელახლა. შემდეგ სხვაობა, რაც სხვაობაც იქნება ძველსა და ახალ შორის, უნდა იქნეს მოთხოვნილი ფინანსთა სამინისტროში. ფინანსთა სამინისტრო გამოძებნის ამის რეზერვებს და ფინანსთა სამინისტრომ მოგვცეს მითითებებს თუ რომელი წყაროდან უნდა იქნეს გახარჯული ეს თანხა. ამის შემდეგ შედის ცვლილება ბიუჯეტში საკრებულოზე და განხორციელდება ყველა ის პროცედურა ხელფასისა, რაც უნდა დაერიცხოს და როგორც უნდა გაიცეს. ჩვეულებრივ სამი.